გამარჯობა, მე ნათია კობერიძე ვარ და ვით საქართველოს ნიუსის გუნდთან ერთად პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრიდან მოგესალმებით. ბენზინი აფხაზებისთვის თუ რუსებისთვის? უკრაინის წინსვლა ფრონტზე და ლატვიის პრეზიდენტის მხარდაჭერა საქართველოს. კი ამბობთ ვარშავიდან. ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისიდან 3000 ტონა საწვავის შეტანას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათი ეჭვით საწვავის ნაწილი შესაძლოა რუსეთის სამხედრო ძალების მომარაგებისთვისაც იქნეს გამოყენებული. ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მეხუთე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის Facebook პლატფორმაზე იუწყება. ნაციონალური მოძრაობის წევრი პეტრე ცისკარიშვილი კი სამეგრელოში გადაღებულ რუსული ბენზინმზიდის ფოტოს აქვეყნებს. ქართული ოცნების დეპუტატი რატიონა თამაშვილი ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ საწვავის მიწოდება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისა და ნდობის მშენებლობის პროცესს ემსახურება. ოპოზიციაში აფხაზეთში გაგზავნილი საწვავის წარმომავლობის და დანიშნულების გარშემო მეც სიცხადეს მოითხოვენ. ეს არის რეჟიმი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არსებული საწვავის დეფიციტის ფონზე საოკუპაციო რეჟიმის თავარ მაშველ რგოლად იქცა. ეს არა მხოლოდ მტერთან კოლაბორაცია, არამედ ეს არის ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატი. არკმარა მხოლოდ კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის შესაბამისად იმოქმედეს, ჩვენ ვიცით მათი კორუფციული მადა, ის რომ ქართული ოცნება იხჩობა კორუფციაში, ამაზე მეტყველებს ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალდებები და მსჯავრდებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. აქ უნდა დაისვას კითხვები, პირველ რიგში, ვინ არის მიმწოდებელი, წარმომავლობა საწვავის, ვინ არის მიმღები. ჩვენ დავუკავშირდით ოკუპირებულ გალში მცხოვრებლებს და საწვავის დღევანდელი ფასი ვიკითხეთ. ჩვენი წყაროს მონაცემებით რეგულარის მარკის ბენზინის ფასი ლარებში ოკუპირებულ აფხაზეთში 3 ლარი და 90 თეთრია. იგივე რეგულარის მარკის ბენზინი თბილისში 3 ლარი და 45 თეთრი ღირს. კიევმა კონკრეტების შედეგად მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაბრუნება შეძლო. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ წლის განმავლობაში რუსეთისგან გათავისუფლებულია 745 კვადრატული კილომეტრი, მათ შორის 26 დასახლებული პუნქტი დნიპროპეტროვსკის, დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში. დამოუკიდებელი ოსით ანალიტიკური ჯგუფი Deep State ამ ეტაპზე 19 დასახლების გათავისუფლებას ადასტურებს და კიდევ 6 რაიონში უკრაინის წინსვლაზე მიუთითებს. ამავე დროს რუსეთი სულ უფრო მეტად ცდილობს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ლოგისტიკის პარალიზებას, განსაკუთრებით რკინიგზის, რომელიც ფრონტის მომარაგების მთავარი არტერიაა. გუშინ ოდესის ოლქში სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს რუსული დრონი დაეჯახა, რის შემდეგაც მემანქანე და მისი თანაშემწე დაიღუპნენ. მატარებელს დაახლოებით 340 მგზავრი გადაჰყავდა. ეს ცალკეული შემთხვევა აღარ არის. უკრაინის მონაცემებით 2025 წლიდან რუსები უკრაინის სარკინიგზო ინფრასტრუქტურას 1535 ჯერ დაესხნენ თავს. საბჭოთა რეპრესიების ისტორია საქართველოში მხოლოდ წარსული არ არის. რუსეთის ოკუპაციის პირობებში ოჯახები დღესაც განიცდიან ოკუპაციის თანმდევ პოლიტიკურ წნეხს. ერთი ოჯახის ისტორია კი აჩვენებს, როგორ მეორდება თაობიდან თაობაში თავისუფლებისთვის ბრძოლის გამოცდილება. საბჭოთა გადასახლებიდან დღევანდელ საპროტესტო აქციებამდე. ჩვენი კორესპონდენტი ნინო ვარძელაშვილი შეხვდა ასეთ ოჯახს. მე ვიყავით აკითხული, მაგრამ ხო იცით მოწმიდან მე ბრალდებულამდე გადაკვალიფიცირება არაფერი პრობლემა არ არის მათთვის. ალბათ დახვრეტა რო იყოს, დახვრეტასაც მოგვიჯდიდნენ. ან გადაგვასახლებდნენ. პრინციპში მათ ძალიან უნდათ, რომ ჩვენ წავიდეთ ამ ქვეყნიდან და ყველა ეს ზეწოლის ისინი სწორედ მაგიტომაც იდგმება. მე ვფიქრობ, რომ წავიდეთ ქვეყნიდან და რა ვიცი, ხალხმა ისეთი ამბები გამოიარა, რომ არასდროს დაუტოვებიათ თავის ქვეყანას. ნინო ევგენიძე ამბობს, რომ ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს და არც ევროპული მომავლისთვის ბრძოლის შეწყვეტას. ეგრეთ წოდებული პირბადეების და საბოტაჟის საქმეებზე მოწმის სტატუსით ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი გასულ წელს მოსამართლის თანხლებით გამოკითხეს. რუსულ სტილში რეპრესიები იმისთვის უცხო არ არის. მისმა ოჯახმა საკუთარ თავზე ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმის დროს გამოსცადა. ევგენიძის ბაბუა ოჯახთან ერთად 1951 წელს სტალინის დეპორტაციების მსხვერპლიც იყო. თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც დღეს ციხეშია და რეპრესიების ქვეშ არის და უამრავი ასეთი ადამიანია, ხო?
მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტ мотивაციას გვაძლევს იმისთვის, რომ როგორც ჩვენმა წინაპრებმა შეძლეს, რომ ეს თავისუფლების იდეა ჩვენამდე მოიტანეს და ალბათ იმ პერიოდში ვერც წარმოიდგენდნენ, რომ შეიძლება საქართველოს ასე ახლოს ყოფილიყო ევროკავშირის წევრობასთან, ხო და ყველაფრის ამის წართმევა უნდა და მე ჩემს ძალიან პატარა როლს ამ ბრძოლაში ვხედავ, რომ ნამდვილად არ მინდა იმ თაობას ვეკუთვნოდე, ვინც საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა რუსებს ჩააბარა. ამიტომ რაც კი შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს არ დაუშვა არანაირად სანამ ცოცხალი ვარ. ეს ფოტო არის 51 წელში ჩვენ გადაგვასახლეს ყაზახეთში. ამ ფოტოზე არიან ჩემი ძმები, დები და მე ვარ 7 თვის. 51 წლის ოქტომბერში ივანე კვირკველიაშვილი სულიანმა ოჯახმა საბჭოთა რეჟიმისგან სასამართლოს განჩინება მიიღო. უცხოეთის აგენტებთან თანამშრომლობის სრულ ბრალდებით სამშობლოდან გააძევეს და შუა აზიაში გადაასახლეს. რუსუდან კვირკველია ამ დროს 7 თვის შვილი იყო. 5 ბავშვით რეპრესირებული ოჯახი ფიცრულში ცხოვრობდა, სადაც ტემპერატურა სეზონის მიხედვით იცვლებოდა. ზამთარში ისევე ყინავდა როგორც გარეთ, ზაფხულში კი პირიქით არ ჰქონდათ სასმელი წყალი. 51 წელში როგორც მთელი ნახევარი საქართველოს გადაასახლეს, ჩვენც კიდე გაგვიყენეს ამ უბედურ გზაზე. მე 7 თვის რო ვიყავი, დედა ცუდად გახდა და საკაცე შეკრეს კაცებმა თურმე და 12 კილომეტრი რაღაც პუნქტია, თურმე ამ სამედიცინო პუნქტი. და იქამდე ამ კაცებმა მიიყვანეს ეს დედა, მე ამ ჩემ ძმების ანაბარა ვიყავი სახლში. ყინვა იქ რაღაცები საშინელი ამბებია რაღაცა და ალბათ ბავშვებმა რა იცოდნენ, კარგად შეფუთული არ ვიყავი თუ რაღაცა და ეს პატარა რაღაცა ფიცრული სახლებია იქ. ხო და ეს ყური ასე თურმე ცალკე ეკიდაო. ხო და მე დამწიდოდნენ ცალი ყური არ კონდა და ჩვენ მიგაწებეთო. ეხლა მაგათი მონაყოლიდან ძალიან ცუდი ამბებია, ძალიან ესე იგი რომ განვიცდი ისეთნაირად. საბჭოთა რეპრესიების პირველი მსხვერპლი ოჯახში რუსუდან კვირკველიას ბიძა გახდა, რომელიც 1937 წელს 15 წლის ასაკში კომკავშირის ხდომაზე ნათქვამი რეპლიკის გამო 10 წლით გადაასახლეს. ბურჟუაზიული გადმონაშთიაო, ფრაკიო, კომკავშირის კრებაზე ამბობენ და რატოა ბურჟუაზიული გადმონაშთიო, ლენინს რო აცვიაო და ყველაფერი კაი დაგემართოს. მეორე დღეს ილობიძია გააგზავნეს. რუსუდან კვირკველიას შვილთან ნინო ევგენიძესთან ერთად ხშირად არის შაბათის მარშისა და საპროტესტო აქციების მონაწილე. ამბობს, რომ 75 წლის ასაკში მომიტინგედ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იქცა. თქვენ რატომ დადიქვართ? მე რატო დავდივარ? მიყვარს ჩემი ქვეყანა და იმიტომ და ყოველთვის გავიმეორებ ამას სიკვდილამდე. ლატვიის პრეზიდენტი 2008 წელს საქართველოს საპატიო მოქალაქე ვალდი ზატლერსი ვიტო საქართველოს ნიუსთან ინტერვიუში რუსეთის თავდასხმას იხსენებს. ზატლერსის თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესიის ნიშნები ჯერ კიდევ ომამდე აშკარა იყო, მაგრამ დასავლეთმა ვერც გაფრთხილებები და ვერც 2008 წლის გაკვეთილი სათანადოდ ვერ გაიაზრა. ლატვიის პრეზიდენტი ამბობს, რომ მოსკოვთან დათმობებზე აგებული მშვიდობა ილუზიაა და ქართველებს აფრთხილებს. არ დაუჯერონ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ევროპის და ნატოსგან დისტანცირება ქვეყანას უსაფრთხოებას მოუტანს. ომიდან 18 წლის შემდეგ ვალდი ზატლერს ჩემი კოლეგა სოფიო ნასვლიშვილი ესაუბრა. აგვისტოს ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე თქვენ საჯაროდ გამოთქვით შეშფოთება აბღაზეთში სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით და საერთაშორისო საზოგადოების მეტი ჩართულობა მოითხოვეთ. იმ დროს როგორ ფიქრობდით, რამდენად სერიოზული იყო სიტუაცია და შეიძლებოდა თუ არა ის რუსეთთან სამხედრო ესკალაციაში გადაზრდილიყო? იმ დროს ჩემი დასკვნები დაფუძნებული იყო ბუქარესტის სამედზე განვითარებულ მოვლენებზე, როცა ნატომ უარი უთხრა საქართველოსა და უკრაინას გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე. ეს მოხდა პუტინის დიპლომატიის ძალიან ძლიერი ზეწოლის შედეგად დასავლეთის ქვეყნებზე. ყველა აღმოსავლეთ ევროპულმა ქვეყანამ მაშინ მხარი დაუჭირა ამ ქვეყნებს, სწორედ ამიტომ იყო ჩანაწერი დეკლარაციაში, რომ საქართველო და უკრაინა ერთ დღეს გახდებიან ნატოს წევრები. ეს პირობაა და როცა პირობას დებ, ის უნდა შეასრულო, მაგრამ უნდა გავიგოთ რუსული დიპლომატიის მენტალობა.
მათ იფიქრეს, რომ ამ ქვეყნებმა მიაღწიეს წარმატებას და მაშინვე მიხვდნენ, რომ ამ ორ ქვეყნისთვის ტერიტორიული პრობლემები უნდა შეექმნათ. იმიტომ რომ იცოდნენ, ნატოსთვის მიუღებელი იქნებოდა ისეთი ქვეყნების გაწევრება, რომლებიც კონფლიქტში არიან და რომელთა ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. ასე რომ, როცა აფხაზეთში რკინიგზის რეკონსტრუქცია და შენება დაიწყეს, ეს მკაფიო ნიშანი იყო, რომ ომისთვის ემზადებოდნენ. ეს ხდებოდა ესკალაციისთვის და ისეთი სიტუაციის შექმნისთვის, რომ საქართველოს ნაწილში გაწევრებისთვის უფრო და უფრო ნაკლები შესაძლებლობა ყოფილიყო. ეს ძალიან პრაგმატული, ლოგიკური დასკვნა იყო, დამყარებული გამოცდილებაზე, დამყარებული რუსულ დიპლომატიაზე. სამწუხაროდ მოხდა ასე, როგორც მოხდა. 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოში ჩამოვიდნენ პოლონეთის, ლიეტუვის, ესტონეთის და უკრაინის ლიდერები. ამ დროს საქართველოს დედაქალაქში რუსეთის ჯარის შემოჭრას ელოდნენ. თქვენ პეკინში ოლიმპიადას ესწრებოდით, თუმცა აქტიურად იყავით ჩართული ამ ვიზიტის დაგეგმვაში. როგორ გახსოვთ ის დღეები, როგორ ფიქრობთ, რა შეცვალა მაშინ რეგიონული ლიდერების ვიზიტმა? ეს ის დრო იყო, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ლიდერები არა მხოლოდ პარტნიორები, არამედ მეგობრებიც იყვნენ. კაჩინსკი ძალიან მტკიცე იყო. ეს იყო მომენტი და სიმტკიცის გამოხატულება. ევროკავშირში ხანგრძლივი კონსულტაციებისა და დისკუსიების ნაცვლად საჭირო იყო დაუყოვნებლივი მოქმედება და იმის შესაძლებლობების აღკვეთა, რომ რუსებს თბილისი აიღოთ. ყოყმანის დრო არ იყო. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ სძულდა პუტინს კაჩინსკი ასე ძალიან ამ ნაბიჯის გამო. კაჩინსკი და მე ძალიან ამაყი ვარ ამის თქმით, რადგან ის ჩემი მეგობარი იყო, ხვდებოდა რა ხდებოდა. სარკოზი, რომელიც იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი იყო, რამდენიმე დღის შემდეგ ჩამოვიდა. დაახლოებით იმავე პერიოდში, მაგრამ კაჩინსკის ნაბიჯმა სარკოზის უფრო აქტიურად ჩართვა შეუწყო ხელი და აიძულა კიდეც, რომ უფრო აქტიური ყოფილიყო. რუსეთისთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა. ისინი ელოდნენ ჩვეულებრივ განცხადებებსა და კონსულტაციებს, მაგრამ ეს რეალური მოქმედება იყო. რა თქმა უნდა, თვითმფრინავი აზერბაიჯანში დაეშვა. იქიდან ისინი ავტომობილებით წაიყვანეს თბილისში, რადგან თბილისში თვითმფრინავების ჩაფრენა მეტისმეტად სარისკო იყო. ვფიქრობ, იმ დროს ამ ვიზიტმა საქართველო გადაარჩინა. თუმცა ამავე დროს, ამის შემდეგ რუსეთის პოლიტიკა მეზობლების მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გახდა და ასე ვთქვათ, მათ აღარც ჰქონდათ პასუხისმგებლობის განცდა იმაზე, რაც შემდგომ მოხდა. ბევრი ადამიანი ახლა ამბობს, რომ 2008 წლის ომი იყო ერთგვარი გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რას გააკეთებდა რუსეთი უკრაინაში. რა გაკვეთილი უნდა გამოეტანა საერთაშორისო საზოგადოებას იმ ომიდან, რომელიც მხოლოდ წლების შემდეგ გამოიტანეს? დასავლეთს უნდა გაეგო რა მიზნები ჰქონდა რუსეთის საგარეო პოლიტიკას, არა მხოლოდ 2008 წელს, არამედ უკვე 2007 წელსაც. მიუნხენის გამოსვლა სერიოზული გამოსვლა იყო, მაგრამ დასავლეთში სერიოზულად არავის აღუქვამს. ეს უბრალოდ რიტორიკა არ ყოფილა. ეს იყო რუსეთის სამოქმედო გეგმა, თუ როგორ აპირებდა მომავალში მოქმედებას იმ სივრცეში, რომელსაც თავად რუსეთის გავლენის ზონას, რუსეთის ინტერესების სფეროს უწოდებდა. ეს პირდაპირ უკავშირდება იმას, რაც პუტინმა მოგვიანებით თქვა, სად გაზის რუსეთის საზღვარი. რუსეთს საზღვრები არ აქვს. რუსეთს საზღვრები იქ არის, სადაც რუსი ჯარისკაცია. ასე რომ საქმე გვაქვს ფილოსოფიასა და იდეოლოგიასთან, რომელიც ძალიან აგრესიულია და ერთ დღესაც უბრალოდ თავისით არ შეჩერდება. თქვენ საქართველოში 2009 წელს ომის შემდეგ ჩამოხვედით. რა ნახეთ და მოისმინეთ მაშინ? გქონდათ თუ არა შეგრძნება, რომ საქართველო ამ ომმა შეცვალა? როგორ ხედავდით ამ მომენტში ევროპის პასუხისმგებლობას? მე ვიყავი ევროკავშირის წევრი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ომის შემდეგ საქართველოს ეწვია. ეს იყო ჩემი გზავნილი, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას. ამავე დროს ბევრი მაფრთხილებდა, რომ ეს მომავალ წელს მოსკოვში ჩემი შესაძლო ვიზიტის პერსპექტივას დააზიანებდა. მაგრამ ასე არ მოხდა, რადგან ძალიან მკაფიოდ ავხსენი, რატომ ვაკეთებ ამას და როგორ ხედავ მომავალს. მე მშვიდობის მომხრე ადამიანი ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ომი ამორალურია. ადამიანებმა ომები არ უნდა დაიწყონ და არ უნდა იომონ, რადგან ომში გამარჯვებული არ არსებობს. ვალდის ადლერსისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური განვითარება უსაფრთხოების ერთადერთი სწორი გზაა. თუ რატომ, ნახეთ სრულად ინტერვიუ საქართველოს ნიუსის Facebook და YouTube პლატფორმებზე და ამავე დროს გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხები. 13 აგვისტო 2008 წლის ომში გარდატეხის დღედ იქცა. შეერთებული შტატების მკაფიო და პირდაპირი ჩართულობა, რომელიც საქართველოს დემოკრატიულად არჩებული ხელისუფლების და ქვეყნის სუვერენიტეტის დასისკენ იყო მიმართული, რუსების უკან დახევის საფუძველი გახდა. ჰუმანიტარული ოპერაციის ფარგლებში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების თბილისში დაშვება მაშინ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მეც გადავიღე.
გავიხსენოთ, როგორი იყო 2008 წლის 13 აგვისტო. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევისა, რუსეთის სამხედრო ძალები კვლავ განაგრძობენ სამხედრო აქტივობას. 13 აგვისტოს ღამის საათებში რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა გორის საავადმყოფოს ეზოზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რასაც ერთი ექიმის სიცოცხლე ემსხვერპლა. დილით გორში დამატებითი რუსული სამხედრო ძალები და ჯავშან ტექნიკა შევიდა. პარალელურად საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონში მდებარე ქართულ სოფლებში ეთნიკური წმენდა მიმდინარეობდა. ეთნიკური წმენდა, ანადგურება, საქართველოს ქართული მოსახლეობის არა მხოლოდ დარბევა, არამედ საერთოდ კვალის მოშლაც კი მიდის, რომ საერთოდ ისინი აქ როდის მცხოვრობდნენ. მოკლედ, საკმაოდ მძიმე ვითარებაა და აშკარაა, რომ რუსეთი არაპირებს არაფრის შესრულებას, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვიერად რაღაცებს შეიძლება აცხადებდეს. ეს გასაკვირი და გასაოცარი არ არის, ვინც რუსეთის ტერიტორიას ისტორიას იცნობს და კარგად ესმის მისი მმართველობის სისტემა, მათთვის ბუნებრივად გასაგებია ეს რატო ხდება ასე. ამ დროისთვის ჰუმანიტარული მდგომარეობა სწრაფად უარესდებოდა. საქართველოს ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ცხინვალის რეგიონიდან და მიმდებარე სოფლებიდან დევნილთა რაოდენობამ 23,000 გადააჭარბა. მთავრობა და საზოგადოება სწრაფად მოქმედებდა, დევნილები დროებით თავშესაფრებში განათავსეს, მაგრამ საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დიდ გამოწვევად იქცა. დაზიანებული ინფრასტრუქტურა და რუსების კონტროლის ქვეშ მოქცეული გზები მნიშვნელოვნად აფერხებდა გადაადგილებას. იმ დროს, როდესაც თბილისში შეტევის საფრთხემ პიკს მიაღწია, ხოლო აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალს მთლიანად რუსები აკონტროლებდნენ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა უშიშროების საბჭო დაასრულა და თეთრი სახლის წინ თავდაცვის და სახელმწიფო მდივნებთან ერთად ისტორიული პრესკონფერენცია გამართა. თავდაცვის მდივან ბობ გეიტს დავავალე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ხელმძღვანელობით დაიწყოს ჰუმანიტარული მისია საქართველოსთვის. ეს მისია იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. ამერიკის შეერთებული შტატების C-17 უკვე გზაშია. უახლოეს დღეებში ჩვენ გამოვიყენებთ ამერიკის შეერთებული შტატების თვითმფრინავებს, ასევე საზღვაო ძალებს ჰუმანიტარული და სამედიცინო მარაგების გადასაცემად. ჩვენ ველით, რომ რუსეთი შეასრულებს თავის ვალდებულებას დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება ყველა ფორმით. როგორც ჩვენ დავიგეთ, ამ ამერიკელი მოუწეს რუსებს, რომ თუ არ გაჩერდებით ეხლავე, საქართველოს მთავრობა მიმართავს ამერიკის მთავრობას თხოვნით საჰაერო სივრცის დაცვის შესახებ და ამერიკა ამ თხოვნას შეასრულებს. და მე უნდა ნახოთ, როგორი უნდიან თქვენი ჯარები, როდესაც აზე თოქსმეტები მიფრინავენ. პრესკონფერენცია დასრულებული არ იყო, რომ თბილისის აეროპორტში ამერიკულმა თვითმფრინავებმა მიყოლებით დაიწყეს დაშვება. ბათუმში კი ამერიკული სამხედრო ხომალდი შემოვიდა. 13 აგვისტოს რუსეთმა შეწყვიტა სამხედრო მოქმედებები და ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში უკან დახევა დაიწყო. დღეს ამით ვასრულებთ, დაელოდეთ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ქართულ პროგრამას ვარშავიდან ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. გვჯერა, რომ ევროკავშირი საქართველოს მომავალია. ნახვამდის.